გამარჯობა ყველას. დღეს ვეცდები გაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია მოვამზადოთ მისაბმელი დატვირთვისთვის. დავიწყოთ. ვიწყებთ მისაბმელის დაშლით. აქ ყველა დამჭერი უნდა მოხსნათ. თუ სახურავის აწევა გვინდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თასმები უნდა მოხსნათ. ისინი ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც უნდა მოხსნათ. წინა კაპოტი მოშვებულია. ახლა გვერდითი ფარდის დამჭიმავის გახსნას გავაგრძელებთ. არ დაგავიწყდეთ სახელურის თქვენსკენ მოკაჩვა. სანამ ბრეზენტი არ გაიხსნება. აქ გვაქვს პატარა ლითონის ფირფიტა, რომლის გამოყენებაც მის ასაწევად შეგვიძლია. ამ გზით ბრეზენტი ამოვქაჩეთ. ახლა ბრეზენტს შუაში გადავაადგილებთ. გვერდითა დაფებს მოხსნით. გავხსნათ მისაბმელის წინა მხარე. გავხსნათ ტიხარი. შუაში გადავაადგილებთ. დატვირთვისთვის სახურავის ასაწევად კარებს გავაღებთ და კაპოტს ავწევთ. ავწიოთ კაპოტი. თუ მისაბმელის გვერდით აწევამდე კაპოტს არ ავწევთ, კარის კაუჭები შეიძლება კაპოტს მიეკვრას და კარები ჩამოაგდოს. ასე რომ გახსოვდეთ, თუ გვერდითა მხარეს აწევთ, ჯერ კაპოტი ასწიეთ. ჩვენს თითოეულ სვეტზე უკანაზე და წინაზე ცილინდრია. სახურავის ასაწევად ცილინდრი უნდა დავატრიალოთ. შემდეგ სახელურის გამოყენებით ასწიეთ კაპოტი. და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ იწევა სახურავი. როგორც კი აიწევა, იგივეს გავაკეთებთ მისაბმელის წინა მხარესაც. როგორც ადრე აღვნიშნე, არ დაგავიწყდეთ თასმების მოშვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ სახურავის აწევას, რადგან აქ არსებული დამჭერი დაიჭერს თასმას და მთელ სახურავს. სახურავი აწეულია, ასე რომ ახლა შეგვიძლია დავიწყოთ დატვირთვა. მისაბმელის შიგნით სიმაღლე 2 მეტრი და 80 სანტიმეტრია, მაგრამ ჩვენ ჩავტვირთვავთ 2 მეტრი და 90 სანტიმეტრის სიმაღლის საქონელს დაზიანების თავიდან ასაცილებლად. როგორც ვხედავთ, ეს ქინძის თავი აქ. სახურავი საკედი დაყენებულია 2 მეტრისა და 80 სანტიმეტრზე, რაც მისაბმელის სტანდარტული სიმაღლეა. თუმცა ჩვენ გვინდა, რომ მისაბმელის შიგნით 2 მეტრი და 85 სანტიმეტრი იყოს.
თუმცა ჩვენ გვინდა რომ მისამრელი შიგნით 2 მეტრი და 85 სანტიმეტრი იყოს. ჩვენ ვიღებთ საკეთ ქინძის თავს და გადავიტანთ მას 2 მეტრსა და 85 სანტიმეტრზე. ეს 5 სანტიმეტრით მეტია. Metru wyżej. და იგივე უნდა გავაკეთოთ ტიხრებზეც. აქ ის დაყენებულია 2 მეტრისა და 80 სანტიმეტრზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავაყენოთ ის 2 მეტრისა და 85 სანტიმეტრზე და ეს ყველა ტიხრსა და სვეტზე უნდა გავაკეთოთ. ახლა როდესაც სახურავს დავწევთ, სიმაღლე 2 მეტრისა და 85 სანტიმეტრი გვექნება. სახურავი ახლა 5 სანტიმეტრით მაღალია. მოდით წინა მხრიდან დავაწევინოთ. ახლა კი მისამრელის შიდა ნაწილი 2 მეტრია და 85 სანტიმეტრი სიმაღლისაა. გადმოტვირთვის შემდეგ სიმაღლე ნორმალურ დონეზე უნდა დავაბრუნოთ. საკეთი ქინძის თავი 2 მეტრისა და 80 სანტიმეტრამდე უნდა დავწიოთ. იგივე გავაკეთოთ ტიხრებთან დაკავშირებით. სიმაღლე 2 მეტრი და 80 სანტიმეტრამდე აღვადგინოთ. ეს ყველა ტიხარს და სვეტზე უნდა გაკეთდეს. ეს ყველა ტიხსა და სვეტზე უნდა გაკეთდეს. ახლა უკვე ნაგულისხმევ სიმაღლეზე დავბრუნდეთ, როდესაც კაპოტს დავწევთ. დავინახავთ, რომ ის თავდაპირველ პოზიციაზეა. როგორც კი ბუდეებს დავუბრუნებთ, გვერდითა ფარდა დავხუროთ. გახსოვდეთ, რომ მილი სწორად უნდა მოთავსდეს თავის ჭრილში. ახლა მილი ადვილად უნდა მოხვდეს საკეთის წერტილში. დავიწყოთ ბრეზენტის დაჭიმვა. ეს თხილად გავაკეთოთ. ძალიან ძლიერად არ მოვქაჩოთ, რომ მექანიზმები არ დაზიანდეს. მოუჭირეთ მანამ, სანამ წინააღმდეგობას არ იგრძნობთ. როდესაც სახურავი აწეულია არჩეულ სიმაღლეზე, ბრეზენტის თასმები ძალიან მოკლე იქნება. გაჩვენებთ თუ როგორ უნდა მოხსნათ ისინი. დაიჭირეთ თასმა და ამოძრავეთ ბალთა ზემოთ და ქვემოთ მის მოსახსნელად. ახლა ვხედავთ როგორ იხსნება თასმა. შეგვიძლია მისი მოშვება ამ სიგრძემდეც კი. თასმის ნორმალურ სიგრძეზე დასაბრუნებლად დააჭირეთ აქ და ასწიეთ ბალთის ზემოთ და ქვემოთ ამოძრავებით. დამგზით ბალთა მაგრდება. როგორც კი ბრეზენტი დამაგრდება, უნდა ჩავკეტოთ კაპოტი. დავხუროთ უკანა კაპოტი და ასე გამოიყურება ჩვენი მისაბმელი გადმოტვირთვის შემდეგ. მადლობა ყურადღებისთვის და იმედი მაქვს, რომ დაგეხმარათ. შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.